გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. დღეს მამა კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე ხარება. მამა კახაბერ, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ძვირფას მაყურებელს. რა თქმა უნდა, ვართ ახლა მძიმე მარხვის პერიოდში და ხარება ეს არის დიდი სიხარული ქრისტიანისთვის ამ მძიმე მარხვის პერიოდში და ამ თემის გარეშე მე მგონი არ ივარგებდა რომ დაგვეტოვებინა ჩვენი გადაცემა და ამიტომ თქვენთან ერთად გავშალოთ და ვისაუბროთ რას ნიშნავს ზოგადად ხარება და როგორ სიხარულს უნდა გრძნობდეს ქრისტიანი ადამიანი ამ დღესასწაულზე? მოგახსენებთ, შევეცდები ყოველ შემთხვევაში მოგახსენოთ ამ ყოველივე შესახებ, თუმცა კი ვფიქრობ, რომ ხარების დღესასწაულზე საუბარი ალბათ იმ ისტორიული მოვლენებიდან უნდა დავიწყოთ, რომელიც ისტორიასაც ჩვენ სახარებიდან ვიგებთ. და მისი სულიერი შინაარსიც ბუნებრივია, მე ამ ერთია თქვა ისტორიული მოვლენა, რაც მოხდა და მე შევაფასოთ როგორი სულიერი შინაარსის, ესე იგი მოქმედებები მოჰყვა ყოველივე ამას. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ ასეთი რამ, რომ ხარება არის დაწყება ახალი აღთქმისა. თავარანგელოს გაბრიელისგან ეხარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ამით იწყება ახალი აღთქმა, შეიძლება ესე ითქვას, არა მარტო თქვათ სახარებისეული თხრობა იწყება ამით და ახალი აღთქმის წიგნებზე მიგანიშნებთ, არამედ ზოგადად აღთქმა რა არის? ორ მხარეს შორის დადებული რაღაცა გარკვეული პირობაა. ძველი აღთქმა რა იყო? რომ ადამიანს, როდესაც თქვათ, ჰქონდა შეცდომა, შეწოდება და მისი თქვათ გამოძევება მოხდა 60-დან, მასთან მოხდა რაღაცა პირობის დადება. რომ ადამი კი არ დაიღუპებოდა, ადამი საბოლოოდ განწირული კი არ იყო, არამედ მოევლინებოდა ქვეყანას მხსნელი მესია, რომელიც გამოიხსნიდა ადამიანს აი ამ ცოდვის წყევებისაგან და დააბრუნებდა მას პირვანდელ მდგომარეობაში, ანუ სამოთხისეულ მდგომარეობაში და სწორედ ამისი აღსრულება დაიწყო. ანუ ამ აღთქმის პირობის შესრულება რო დაიწყო, ესე იგი იწყება ახალი აღთქმა, უკვე რომელ ახალ აღთქმასაც უკვე ღმერთი ადამიანებთან დებს, ამ შემთხვევაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით და ჩვენ ამას იმ სახარებისეული თხრობის შედეგად მივხვდებით თუ როგორ მოხდა და რანაირად იყო ეს ყველაფერი. მე მინდა გითხრათ, რომ ამის გამო ხარება იყო როგორც საეკლესიო ახალი წელი. ძველი ეკლესია ასე აღნიშნავდა, აქედან იწყებოდა ახალი წლის ათვლა, იმიტომ რომ ძველ აღთქმაშიც მინდა გითხრათ, რომ ასეთი იყო ებრაელების წესის მიხედვით, მარტიდან იწყებოდა, პირველი მარტიდან, ანუ 14 მარტიდან ჩვენ ახლა ძველი სტილზე თუ გადავიყვან, 14 მარტიდან იწყებოდა ახალი წელი, მაგრამ ხარება როგორც 7 აპრილს აღნიშნავთ ახლა ძველი სტილით, მაგრამ ისე 25 მარტია, 25 მარტიდან იწყებოდა საეკლესიო ახალი წელი, ცოტა მოგვიანებით მე სექტემბერში გადაიტანეს და დღევანდელ დღესაც ინდიქტიონი, ანუ საეკლესიო ახალი წელი პირველ, ანუ 14 სექტემბერს ძველი სტილით აღინიშნება და მე კიდევ უფრო მოგვიანებით საერო ახალი წელი, როდესაც დაწესდა 1 იანვარი, ანუ 14 იანვარი, რომელსაც ჩვენ ახლა ერში ესე აღნიშნავთ. და აქედან იწყებოდა, იმიტომ რომ ეს ყოფილიყო მინიშნება საერთოდ ახალი აღთქმის დასაწყისისა. ეს ყოფილიყო მინიშნება იმისა, რომ აი შესრულდა ადამიანთან დადებული პირობა შესრულდა და სამყაროს მხსნელი გამოჩნდა და ეხლა მოვყვეთ როგორ მოხდა ეს ამბავი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქალწული მითხოვილია იოსებზე, ამას მათეს სახარებიდან ვიგებთ და ესე იგი დანიშნულები არიან ისინი, ცოლქმარნი არ არიან, ფაქტიურად ნიშნობა არის მათ შორის მომხდარი და მინდა გითხრათ ამ ტრადიციის შესახებაც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გაუგებრობა არის. ჩვენ გარდამოცემით ვიცით და ეს გარდამოცემა დღევანდელ სახარებას, რომელსაც მე მოგითხრობთ, ეს გარდამოცემა აქ დადასტურდება ყველაფერი, მაგრამ გარდამოცემით რაც ვიცით, იმას გეტყვით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დადო ქალწულებრივი აღთქმა. რომ ის ქალწულებაში დარჩებოდა. ებრაული წესის თანახმად ეს ცოტა მიუღებელი ფორმა იყო და რატომ? იცით რომ აბსოლუტურად ყველა ებრაელი ქალი იზრდებოდა იმ შეგნებით და იმ გაგებით, რომ აუცილებლად შვილი უნდა გაეჩინა, იმიტომ რომ შეიძლებოდა ის ყოფილიყო მესიის დედა. ანუ მხსნელს, რომელსაც ელოდებოდნენ, იცოდნენ რომ ის უნდა დაბადებულიყო, ამიტომ ყველა ქალი პოტენციურად იყო მხსნელის, ანუ მესიის დედა და ქალწულებრივი აღთქმის დადება რას ნიშნავდა ამ დროს? რომ შენ დებ ქალწულებრივ, ანუ შვილს არასდროს არ გავაჩენ, ეს ნიშნავს, რომ აი ამ პოტენციალსაც კლავს შენ საკუთარ თავში.
თუმცა კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამას როგორ აკეთებს? ამას აკეთებს გამომდინარე იქედან, რომ თავის თავს არანაირად არ მიიჩნევს ამის ღირსად, რომ პოტენციურადაც კი არ თვლის, რომ ის შეიძლება მესიის დედა იყოს, ამიტომ ქალწულებრივ აღთქმას დებს ერთადერთი მიზანდასახულობით, რომ იქნებ იმის ღირსი მაინც გახდეს, რომ ემსახუროს იმას, ვინც უნდა იყოს დედა მესიისა და მხსნელისა. ასეთია მთელი მისი, ასეთი გახლავთ სწორი დამოკიდებულება, დღევანდელ დღესაც ქალწულებრივ აღთქმას ჩვენ გავიგონებთ ეს ბერმონაზვნობას ეხება და რამდენი შეცდომა გაგვიგიათ, რომ აჩქარებულან ადამიანი და არასწორი ნაბიჯი გადაუდგამთ თუ რატომ დებენ ესეთ ბერულ ან მონაზვნურ აღთქმას და ცუდი შედეგითაც დასრულებულა ხშირ შემთხვევაში, რომ გაუცნობიერებლად მომხდარა ეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემთხვევაში აბსოლუტურად გაცნობიერებულია ამ აღთქმის შესახებ. და იოსებთან მისი მითხოვება ამ ებრაული წესის და კანონის თანახმად აუცილებელი იყო, რომ ქალს პატრონი უნდა ჰყოლოდა. არ შეიძლებოდა ის მამაკაცის გარეშე ყოფილიყო, მიუხედავად ქალწულებრივი აღთქმისა, ეს იმას ნიშნავდა, რომ იოსების ოჯახში უნდა ეცხოვრა და იოსებს უნდა შეენახა ის როგორც ქალწული. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოისმინოთ და გაიგოთ, მათ შორის ამას წინათაც კი შევხვდი რაღაცა მსჯელობას, რომ წინასწარმეტყველება ისაიას ეს არის მე-7 თავის მე-14 მუხლი, სადაც წერია, რომ აჰა ქალწული მიუდგეს და შვას ძე ემანუელ სახელი მისი, ძალიან ხშირად იწვევს რაღაცა ბჭობას, რომ ებრაულ ენაში გამოყენებულია სიტყვა ალმა და სინამდვილეში ალმა ესეთ ქალწულს არ ბიოლოგიურად ქალწულს არ ნიშნავს, თქო, იმიტომ რომ გათხოვილ ქალსაც ნიშნავს. მაგრამ მე გეტყვით ორიოდე სიტყვით რა იგულისხმება ამ ყველაფერში, რადგანაც ებრაულ ენაში ქალწული, ბიოლოგიურად ქალწული ბეთულა ასე გამოითქმის, რადგანაც წერია, როდესაც ისააკის საცოლის საძებნელად არის ჩასული დამასკოელი ელიაზარი, ის დაინახავს რებეკას და იტყვის, რომ იქ წერია წერილში, რომ რებეკა ბეთულა მის შესახებას წერია, რომელმაც მამაკაცი არ იცის, ანუ მამაკაცთან არასდროს არ წორილა და ამიტომ მის, თქვათ, ბიოლოგიურ ქალწულებაზე არის საუბარი. მაგრამ ეხლაც დღევანდელ დღესაც საეკლესიო ტრადიციის მიხედვით ქალწული შეიძლება მარტო ბიოლოგიურ მდგომარეობას არ ნიშნავდეს ეს. სულიერი მდგომარეობა შეიძლება 12 შვილის დედა იყოს, მაგრამ თავისი წესიერებით, თავისი პატიოსნებით, თავისი ამ დედობრივი გრძნობის გამოვლინებით ის შეიძლება ნამდვილად ქალწულად იწოდებოდეს. და არ არის ეს მხოლოდ ბიოლოგიური მდგომარეობა. ამიტომაც ისაიასთან გამოყენებული ეს სიტყვა, რომ აჰა ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს ემანუელს, ეს მუხლი თავიდან ბოლომდე თუ არ იქნა წაკითხული, შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. როგორ იწყება ეს მუხლი? რომ დაღმერთი მოგცემთ თქვენ სასწაულს და ქალწული მიუდგეს და შობს. ქართულ თარგმანში ასეა და ბერძნულ თარგმანშიც ასეა. მაგრამ სიტყვა ალმა გამოყენებული, ქალი შობს, თქვა, თუ ასე გადმოვთარგმნით ჩვენ ამას, ანუ წმინდა სუფთა ქალი შობს, რომელ სასწაულზეა? ქალმა რომ შვილი შვას, ამაში სასწაული არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივი მდგომარეობაა. ის რომ ქალწულზეა მითითება, ბიოლოგიურადაც რომ ქალწული იქნება ის, ამაზე მითითების გამო არის სწორედ, რომ ამითი კი არ იწყება, რომ ქალწული მიუდგეს და შობს. არამედ იწყებს იმით, რომ აჰა ღმერთი მოგცემთ თქვენ სასწაულს და ქალწული მიუდგება და შობს. თუმცა კი თუ ქალათაც გავდავთარგმნით, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, რომელ სასწაულზეა საუბარი. სრულ კონტექსტშია მნიშვნელოვანი ამის გააცრება და არა მხოლოდ დიახ, მე შინია თემა არ გაგვექცეს, ეხა ხარება. მაგრამ ძალიან საინტერესოა. ხარება გვერდით არ დაგვრჩეს, მაგრამ აუცილებლად გავყვებით. აი ხა ვნახოთ, როგორ იწყება საუბარი ხარების დღესასწაულის შესახებ, რომელიც მხოლოდ ლუკა მახარებელთან არის მოთხრობილი. ეს არის ლუკა მახარებლის პირველი თავი და მე თუ არ მეშლება 26 მუხლით იწყება ეს, რომ შემდგომად 6 თვისა გაბრიელ მთავარანგელოზი იქნა მივლინებული ქალაქ ნაზარეთად ქალწულთან მარიამთან, რომელსაც ახარა რომ მიმადლებულო უფალი შენთან. ეხა ეს 6 თვეც ვთქვათ, ბარემ რომ გაუგებრობა არ დავტოვოთ ჩვენს მაყურებელში. აქ საუბარია ლუკა მახარებლის პირველი თავი მით იწყება, რომ მღვდელი ზაქარია და მართალი ელისაბედი უშვილოები არიან, თუმცა კი მართალი ხალხია, ისინი სამღვდელო ჩაომავლობისა, აარონის თავმავლები არიან. ზაქარიას როდესაც უწევდა მორიგეობა, მას გამოცხადება ჰქონდა და უთხრეს, რომ შენგან შვილი იშვება, რომელსაც იოანე უნდა ვეწოდოთ. და იოანე ნათლისმცემელზე არის საუბარი.
ამის შემდგომ მოვლენაზე არის ლაპარაკი, სახარება ესე იწყება შემდგომად 6-ისათვის. ანუ 6 თვის ორსულია უკვე ელისაბედი, როდესაც ხარება ხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მთავარანგელოს გაბრიელის მიმართვა მიმადლებულო, ეს მიმადლებულიც სიტყვა ნიშნავს მადლით სავსეო, ასე რომ უთხრა ადამიანს, რომ ყველანაირი მადლით ავსებულო ქალწულო, უფალი შენთანაა. და ძალიან შეკრთება, ჩვენ აქ პარალელი უნდა გავაკეთოთ ზაქარიასა და მარიამს შორის, იმიტომ რომ ზაქარია მღვდელია და ერთ და იგივე კითხვას სვავენ, მაგრამ ამ კითხვის გამო ზაქარია დაიჯება და მარიამი არა. იმიტომ რომ ბგერები შეიძლება ერთნაირად ჟღერდეს, მაგრამ შინაგანი განწყობა ამ კითხვის აბსოლუტურად სხვადასხვა რამეს ნიშნავს. და მოკლედ ხარება ამ მთავარანგელოზისა გრძელდება ასე რომ შენგან იშვება ძე. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის აი ეს გაუგნება როგორ იქნება ეს რომ მე ესე იგი ქალწული ვარ და მამაკაცი არ ვიცი ეუბნება. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მას თქვათ ის უკვირს რომ ღმერთისთვის რაიმე შეუძლებელია. პირდაპირ ეუბნება რომ აღთქმა მაქვს ასეთი მიცემული და ისე აი ეს ამას ნიშნავს და ისე უფრთხილდება ამ თავის აღთქმას, ღვთის წინაშე დადებულ აღთქმას, იმიტომ რომ ამ აღთქმას ინახავს კიდე ერთხელ უნდა გავიმეორო, ერთადერთი მიზანდასახულობით, რომ იმ ნამდვილი დედის მსახურება სურს. იმ დედისა, რომელიც მესიას მოუვლენს ამ ქვეყნად. ასე იზრდებოდნენ მაშინ. ებრაული საზოგადოება ასე ზრდიდა თავის შვილებს. ისინი ელოდებოდნენ ამ მესიას. დღესაც ელოდებიან, ვინც არ აღიარა ქრისტე, ისინი დღესაც ასე ელოდებიან და მინდა გითხრათ, რომ ისინი აი ამ რელიგიურ გზნობებს ძალიან უფრთხილდებიან და ძალიან ტრადიციის მიხედვით აკეთებენ ყოველივე ამას. და აი ესე უფრთხილდება ქალწული მარიამის და ამბობს, რომ მე მამაკაცი არ ვიცი და როგორ იქნება ეს საქმე. და ეუბნება ამშვიდებს მას ანგელოზი, რომ ნუ გეშინია. შენი ქალწულება ხელშეუხებელია. სულიწმინდა მოვა შენზე და შენ იქნები, ესე იგი, დაორსულდები და მიიღებ, ესე იგი, შენს წიაღში ყრმას, რომელიც იშვება შენგან. და აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს როგორ იქნება და ზაქარიას როგორ იქნება, ერთი და იგივე შეკითხვაა, მაგრამ ზაქარია ამის გამო დამუნჯდება და დაყრუდება კიდეც, მინდა გითხრათ, მანამ სანამ არ დაიბადება იოანე ნათლისმცემელი, იმიტომ რომ ზაქარია ამას კითხულობს დიდი ეჭვით, რომ მე უკვე გადასული ვარ, წლებს მოხუცებულია ჩემი ცოლიც, ბუნებრივი წესით, როდესაც ქალშვილი აღარ უნდა ეყოლოს, სწორედ ამ მდგომარეობაშია ახლა ჩემი ცოლი ელისაბედი და როგორ იქნება ეს ამბავი, ასე კითხულობს ამ ამბავს, რომ აი ჩვენ აი გამოთქმა რო არის თანამედროვე შანსი არაა, მოკლედ ესე რომ ამბობს ხოლმე ადამიანი რაღაცაზე. აი ზაქარია დაახლოებით ამ სიტყვებს ამბობს. შანსი არაა, იმიტომ რომ ჩემი ცოლი უკვე გადასულია წლებს, მე რაღაცა უკვე მოხუცებული ვარ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამას ასე არ კითხულობს. ის თავისი ქალწულების სიფრთხილის გამო კითხულობს, რომ აღთქმა მაქვს დადებული და როგორ იქნება ეს ამბავი. ამის შემდგომ ნახეთ კიდევ ერთი საოცარი ამბავი არის მოთხრობილი, რომ მთავარანგელოზი ელოდება ღვთისმშობლის პასუხს, მის თანხმობას. აი ღმერთის დამოკიდებულება ადამიანის მიმართ. აი როგორ შეიძლება ადამიანს რაღაცნაირად ესეთი სიფაქიზე არ გაუჩნდეს სხვა ადამიანის მიმართაც, როდესაც მას შეუძლია ადამიანზე რაღაცა ესე ილაპარაკოს, ლამის ყელში ხელი წაუჭიროს, რაღაცა ესე იგი იმის გამო რომ მიიღოს დასტური მისგან, ანუ არ ყოფა რა მნიშვნელობა აქვს, რაც მას აწყობს იმ წუთში და ამის გამო მზად არის ესე იგი რომ ყველაფერი მოიმოქმედოს, ყოველთვის მას უნდა ახსოვდეს მთავარანგელოს გაბრიელის გამოცხადება. როგორ დგას ანგელოზი, ღმერთისგან გამოგზავნილი ანგელოზი და ელოდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პასუხს. რას უპასუხებს? იმიტომ რომ ეს არ არის ბეჭედ დასმული ნათქვამი, რომ ეხლა შენგან იშვება და მორჩა შენი აზრი არ გვაინტერესებს, არა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა პასუხი უნდა შეაგებოს და მისი პასუხია იყოს ნება ღვთისა. თანამედროვე ქართულად შეიძლება ეს ასე გავამჟღავნოთ, ოღონდ ეს არ არის მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პასუხი. ეს არის მთელი კაცობრიობის პასუხი. რადგანაც ვინც მიიღო ქრისტე, მან ყველამ ასე უპასუხა ღმერთს. რომ იყავ ნება ღვთისა, ეს გახლავთ სწორედ ამოძახილი მთელი კაცობრიობისა, ვინც ელოდებოდა მესიას და მიიღეს მხსნელი იესო ქრისტე, როგორც ღმერთკაცი, განკაცებული ღმერთი. ამიტომაც
ამ პასუხზე იყო დამოკიდებული სამყაროს, ესე იგი, ხსნელის მოვლინება და ამ პასუხზეა დამოკიდებული დღევანდელ დღესაც თვითეული ჩვენგანის ცხოვრებაში ქრისტეს აღიარება არ აღიარების შესახებ, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ რამდენად ჩვენში არის ამისი სარწმუნოება და გვწამს მისი ღმერთკაცობრივი ბუნება. ამიტომაც ეს სახარების ეს მონაკვეთი ლუკას სახარების პირველი თავის 26 მუხლიდან იწყება. მე ვთხოვდი ჩვენს მაყურებელს ჩვენი საუბრის შემდგომ თუ კი მეტი ინტერესი გამოიჩენენ და წაიკითხავენ ამას თანამედროვე ქართულად, რომ მათთვის უფრო მეტად გასაგები იყოს. ეს სასარგებლო იქნება მათთვის და ყველასთვის, იმიტომ რომ აი ამ პასუხებში მთავარანგელოზის კითხვაზე, პასუხზე, მიგებებაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. იქვე მიანიშნებს მთავარანგელოზი სანამ პასუხს მიიღებს, რომ აი შენი ნათესავი ელისაბედიც 6 თვის ორსულია, იმიტომ რომ ეს საუბარი რატომ გახდა ამისი საჭიროება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ეხლა ეს ამბავი რომ მოუყვეს ჩვეულებრივ მოკვდავებს, ასეთი სიხარული დაიტიო, ისიც შეუძლებელია. ვიღაცასთან გინდა რომ განდობა გქონდეს. ვიღაცას გინდა რომ რაღაც აი შენში რომ დიდი სიხარულია, გინდა რომ ვიღაცას მოუყვე. ამიტომაც ეხლა გამოხვიდე და საზოგადოებაში მოყვე ეს ამბავი რომ მე ესე იგი ქალწულს მეხარა და ქალწული ეხლა მუცლად ვიღებ. აი აბსოლუტურად გაუგებარი იქნებოდა ეს ამბავი საზოგადოებისთვის და მეცაც გეტყვით ქვით ჩაქოლვის კანდიდატი გახდებოდა, რადგანაც ჩათვლიდნენ რომ ან იოსებს უღალატა, ან იოსებისგან დაორსულდა და მან ქალწულებრივი აღთქმა დაარღვია, რომელ ქალწულებრივი აღთქმის გამოც ის იოსებზე იყო მიბარებული, რომ მას უნდა შეენახა ეს ყოველივე ამ ოჯახში. ამიტომაც ელისაბედზე მინიშნება, რომ ისიც ესეთი სასწაულებრივად მიუხედავად იმისა, რომ გარდასული ასაკისა და მინიშნება, რომ შენი ნათესავი ელისაბედი ვიტყვი თუ შეიძლება თუ გვაძლევს გადაცემის დრო ამის საშუალებას, რომ საიდან არიან ისინი ნათესავები. ესეთ ხშირად კითხვა ისმება, იმიტომ რომ ელისაბედზე და ზაქარიას და ელისაბედს წერია ისინი მართლები არიან. აქეთ იოსებზე წერია, რომ მართალია და მარიამიც ბუნებრივია, ვიცით ვინც არის და მისი სიმართლის შესახებ ვლაპარაკობთ. მაშინ ერთმანეთის ნათესავები როგორ შეიძლება ისინი ყოფილიყვნენ, ერთი არის აარონის შთამომავალი, მეორე არის იუდას შთამომავალი და ისინი ერთმანეთში არ ქორწინდებოდნენ. მხოლოდ ერთი ტომის, ერთი შტო ქორწინდებოდა ერთმანეთში და თუ მართლები არიან, როგორ მოხდა? მათ წინაპრებში მოხდა ასეთი ამბავი და ესეც ბიბლიაში გვაქვს ჩვენ გაცხადებული. გამოსვლათა წიგნის მე-6 თავში წერია, რომ ლევის შთამომავლები ვინ არიან და მე როდესაც მიდიან აარონთან, იქ წერიან, რომ აარონმა მოიყვანა ცოლად ესა და ეს ქალი, რომელიც იყო ნაასონის და არამის ამინადაბის ქალიშვილი. და ასეთ მითითებებს ბიბლია არ აკეთებს ხოლმე, ვისი შვილი იყო, ვისი და იყო მით უმეტეს, ასეთ მითითებებს არ აკეთებს. აი აქ გამოსვლათა წიგნში მოსეს ეს მითითებული აქვს და არ არის ეს შემთხვევითი, რადგანაც მიუთითა, იმიტომ რომ ჯერ ერთი სხვა შტოდან მოიყვანა და ეს შტო ვინც არის მერე მათეს სახარებაში არის გაცხადებული, როდესაც წერია, რომ იუდამ შვა ფარეს და ზარა თამარისაგან, ფარეს შვა ესრომ შვა არამ შვა ამინადაბ შვა ნაასონ. ანუ იუდას შთამომავლობისგან მოიყვანა მან ეს ცოლი, აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ 1 და 2 წინაპრით არ არიან, ბევრი არის ჩამონათვალი, სანამ მივალთ მარიამიდან თქვათ თუნდაც ნაასონამდე, ან იგივე თქვათ ელისაბედიდან აარონამდე, მაგრამ ისინი ამ ნათესაურ კავშირს ინარჩუნებენ ერთმანეთთან და იცის მარიამმა მათი სიმართლის შესახებ, მათი პატიოსნების შესახებ, რადგანაც მარიამი ტაძარში იზრდებოდა მოგეხსენებათ, ტაძარს იქ მაშინ საცავები ქონდა, სადაც ჩვენ რომ წარმოიდგინოთ დაახლოებით საკვირაო სკოლები რომ გვაქვს, ეს საკვირაო სკოლები რომ წარმოიდგინოთ, რომ იყოს თავის პანსიონით, სადაც დარჩენაა შესაძლებელი, სწავლა ხდება ადამიანებისა, მამაკაცებიც სწავლობდნენ იქ და ქალებიც ამ შემთხვევაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ ჩვენ ასეთი გარდამოცემა გვაქვს. ვინც აღთქმას დებდნენ, ისინი რჩებოდნენ ხოლმე იქ და განისწავლებოდნენ. ამიტომაც
როგორც უკვე მოგახსენეთ, მარიამი რადგანაც ტაძართან იზრდებოდა, ზაქარიას ბუნებრივია იცნობდა როგორც მღვდელს და როგორც ნათესავს მის ახლობელს ელისაბედს. აქედან გამომდინარე, პირველი რასაც აკეთებს, მიდის ელისაბედთან და იქ მოხდება სხვა სასწაულია, იმას აღარ დაუბრუნდები, როდესაც იოანე ნათლისმცემელი შეიძრება ელისაბედის მუცელში და წინასწარმეტყველებას დაიწყებს ელისაბედი, რომ აჰა, უფლის დედა მოვიდა ჩემთან, ჩემს სანახავად. ეს სხვა თემა არის, ეხლა ამას აღარ დაუბრუნდები, კვლავ დაუბრუნდები ხარების დღესასწაულს, რომელიც უკვე გითხარით, რომ არის მთელი სამყაროსთვის სიხარული. მთელი სამყარო ხარობს ამ დღით და აქედან იწყება ყველაფერი. სხვა ყველა დღესასწაული, სხვა ყველაფერი, რაც ჩვენ ეკლესია გვაქვს, საიდუმლოება გვაქვს, ქრისტესთან თანაზიარების შესაძლებლობა გვაქვს, ეს ყველაფერი ამ ხარებით, იმ დასტურით, რომელიც დასტურით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან მიიღო მთავარანგელოზმა, ამ შემთხვევაში და ღმერთმა, მისგან იყო გამოგზავნილი, ამ დასტურის შედეგია ეს ყოველივე. და გახდა ქრისტე ჩვენთვის ვინ? უნდა ვიცოდეთ ესეც, ის არის სრული ღმერთი თავისი ბუნებით და გახდა სრული ადამიანი თავისი ბუნებით. ოღონდ არავინ არ წარმოიდგინოს, ოდესაც განკაცებაზე ვსაუბრობთ, ეს დოგმატია, ხელშეუხებელი კანონია, რომ ღმერთის განკაცება არავის იგონეს, რომ ცალკე ღმერთი იესო ქრისტე და ცალკე ადამიანი იესო ქრისტე. ეს არის ღმერთკაცი, ერთი პიროვნება, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებით. ერთ პიროვნებაზეა საუბარი, ასე უნდა უყურებდნენ ადამიანს და არავითარ შემთხვევაში გაყოფა გონებაშიც არ უნდა დაუშვას ადამიანმა, რომ ცალკე ღმერთი იესო ქრისტე და ცალკე ადამიანი იესო ქრისტე. ეს დაშვებაც კი ადამიანს აუცილებლად დიდ დაბრკოლებამდე მიიყვანს, რადგანაც ამას მინდა გითხრათ, რომ იმდენად მწვავე საკითხი იყო, რომ სოფლიო საეკლესიო კრებებიც კი დასჭირდა, რომ მამების კარგად განემარტათ ეს საზოგადოებისთვის და რაღაცა თავის ფანტაზიის შედეგად არ ელაპარაკათ, რომ ახლა ამას ადამიანი მოქმედებს და იმას ღმერთი მოქმედებს და ორ ქრისტედ არ გაყოფილიყო ერთი ქრისტე, რომელიც არის ღმერთკაცი, ყოვლითურთ, ესე იგი მსგავსი ადამიანისა, სრული ადამიანური ბუნებით და სრული ღვთაებრივი ბუნებით, რომელიც თავისი საღვთო ბუნებით აღასრულებდა ყოველივე იმას, რაც მან დედამიწაზე მოიმოქმედა და თავისი ადამიანური ბუნებაც არ უგულებელყო, როდესაც შიოდა, წყუროდა და სტკიოდა ჯვარზე გაკრულს ჩვენი ცოდვებისათვის ყველა ის შეურაცხყოფა თუ ფიზიკური ტკივილი, რომელიც ადამიანებმა მიაყენეს და მივაყენეთ და აყენებენ დღესაც, ვისაც არ სურს ღვთისმშობლის მსგავსად აღიარება იმისა, რომ იყავნება ღვთისა. მამა კახაბერი ხა გისმენდით და ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ძალიან დიდი მადლი გადმოვიდა გამორჩეულ ღვთისმშობელზე, რომ გახდა ღმერთის დედა. ეს რამხელა სიხარულია და რამხელა მადლი. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ხო ვიცით, რომ ნაწინასწარმეტყველები იყო ეს ყველაფერი, რომ ჯვარზე უნდა აღსრულებულიყო ღმერთი, რომელიც გამოისყიდდა ჩვენს სოდვებს. ესეთი გამორჩეული მარიამი რატომ გახდა ამხელა ტკივილის მიმღებიც, ასე ვთქვათ. ხომ შეიძლებოდა რომ ღმერთი ხო ყოველი შემძლეა, ხომ შეიძლებოდა რომ რაღაც სხვანაირად მომხდარიყო. ხარებაზე როდესაც ვლაპარაკობთ და ანგელოზმა მას ახარა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა უკვე ყველაფერი იცის. ამიტომაც ჭირდება მას ელისაბედი, ამიტომაც მიუთითებს მას ანგელოზი, რომ ელისაბედიც 6 თვის ორსულია და ამიტომაც მიდის მასთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. იმიტომ კი არა, რომ ღვთის სიტყვა გადაამოწმოს, იმიტომ რომ ვიღაცასთან განდობა უნდა მოხდეს ამ ყველაფრისა, იმიტომ რომ დაუტევნელია ეს სიხარული ადამიანში შინაგან. თუმცა კი ეს არ ნიშნავს, რომ მან ყველაფერი იცის. წინასწარმეტყველება აქვს, როდესაც მე-40 დღეს ყრმას მიიყვანენ ტაძარში, სვიმეონ ღვთის მიმრქმელი მას ეტყვის, რომ და შენ სულშიც გაივლის მახვილი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე წერია ყველა ის გამოცხადება, რომელიც მას ჰქონდა, ეს ხარება იმის შემდგომ, როდესაც მაცხოვარი თუნდაც აი 12 წლის ასაკში დაიკარგება და ეტყვის, რომ მე ჩემს სახლში დავში გახსოვთ ეს ისტორია, ალბათ ესეც ლუკას სახარებიდან გახლავთ ეს ისტორია. ყოველივე ამასო იმარხავდა, ანუ ინახავდა ღვთისმშობელი, იმიტომ რომ ბოლომდე ამისი ახსნა მას არ შეეძლო, იმიტომ რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მიუხედავად თავისი აღმატებული რაღაცნაირად აი ამ სიწმინდისა, რომელიც მან მოიპოვა და შეიძინა.
მაგრამ მას აქვს სრული ადამიანური ბუნება, ის ადამიანობას კი არ განშორებია. ამიტომ მან ყველაფერი არ იცის. იმიტომ რომ წინასწარ რომ იცოდეს ის ტკივილი, რომელიც ტკივილიც მას ელოდება, რომ თავისი ძის ჯვარცმას იხილავს, შეიძლება ადამიანმა ეს ვერ გადაიტანოს. ამიტომ ვიკითხე ეს. იმიტომ რომ დედობრივი გრძნობა, ისეთი გრძნობა, რომ ადამიანი უმალ თვითონ გასწირავს თავს, ვიდრე თავის შვილს დაინახავს ტანჯვაში. ღვთისმშობელმა ბუნებრივი არ იცის ეს წინასწარ ყველაფერი, მაგრამ რაც შეეხება ის, რომ ღმერთმა შეიძლება ააცილოს ადამიანს მსგავსი მწუხარება, მე მინდა გითხრათ, რომ ესეც შეუძლებელია არა ღვთისთვის, არამედ ჩვენთვის არის ეს არ არის თლად სასარგებლო, მინდა გითხრათ, რომ რაღაცა აგვაცილოს ღმერთმა მსგავს მწუხარებებს, ღმერთმა ყველას დაიფაროს, რომ რაღაცა თავისი შვილის გარდაცვალება შეესწროს, ეს უდიდესი ტკივილია, მაგრამ ხდება დღევანდელ დღესაც და რატომ ხდება შეიძლება ასე დასვას ადამიანმა კითხვა რაღაცა შეიძლება ვიღაცისთვის უბედური შემთხვევა ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც ისე მოხდა ასაკობრივათაც რომ დედა კი ბევრად უფროსია მაგრამ შვილი მას რაღაც გარკვეულ ასაკს მიაღწია და გარდაიცვალა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ეს ხო უდიდესი ტკივილია ამისი აცდენა თითქოს ადამიანს იცით როგორი წარმოდგენა ექნება ხანდახან რომ რადგანაც მე ეკლესიური ვარ ან რომელიმე წმინდანზე რაღაცაზე თითქოს მას ამ ქვეყნიური გასაჭირი აღარაფერი აღარ აქვს და ეს ტყუილია ეს არავინ არ დაიჯეროს არავინ არ თქვას ის რომ მე თუ სიწმინდეს მივაღწევ მე თუ ასეთ პატივს მივაღწევ ღვთისგან მაგალითად სასწაულების აღსრულება შემეძლება მე ღმერთის ესე იგი ძალით ამის გამო მე გასაჭირი აღარ მექნება, ოჯახში განსაცდელი აღარ მექნება, ჩემი ანს აღარავის აღარაფერი გაუჭირდება, ეს მხოლოდ ამ ქვეყნიური მსჯელობაა. ეს მხოლოდ ამ მიწიერ მსჯელობას შეუძლია მოიტანოს მსგავსი რამ, რომ როგორც ადამიანი მსჯელობს, რომ ახლა თუ ბევრ ფულს ვიშოვი, აღარაფერი აღარ მომაკლდება და ავიწყდება, რომ დაბერდება და მოკვდება აუცილებლად. ან ავად გახდება და შეიძლება ფულმა ვერ უშველოს, იმიტომ რომ არ აღმოჩნდეს სათანადო მკურნალი მისი დაავადებისა ან წამალი გამოგონებული ჯერ. ამიტომაც ეს მსჯელობა ყველა შემთხვევაში მიწიერი მსჯელობა. სანამ ჩვენ ვართ დედამიწაზე, სანამ ჩვენს ხორცში ჩქეებს ეს სისხლი და დაცემული ბუნება გვაქვს, ესე იგი ადამიანიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე ეს გასაჭირი, ეს განსაცდელი ყოველთვის ექნება ადამიანს და გარდაუვალია რომ ეს არ კონდეს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გაიზრდება ადამიანი. ტკივილის ეს მეტნაკლებობა, ვის უფრო მეტი ტკივილი მიეცემა, ვის უფრო ნაკლები, ამას წინასწარ ვერავინ ვერ განსაზღვრავდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს უდიდესი ტკივილი, ერთია დედობრივი სიყვარული თავისი შვილისადმი და ეხლა წარმოიდგინეთ, რაოდენ უფრო აღმატებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელსაც ასეთ სიწმინდეს აქვს მიღწეული, რომ ანგელოზებზე მაღლა დგას. მისი სიყვარული თავისი ძისადმი როგორია, იმიტომ რომ რომელიც აცნობიერეს თავისი შვილის ღვთაებრივ ძეობილობას, აი უფრო მეტად აღმატებულია, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე და უფრო მეტად მტკივნეულია, იმიტომ რომ ის ხედავს კაცობრიობის დამოკიდებულებას, რომელმაც ჯვარსაც ვეს ქრისტე. რომელმაც ვერ იცნეს და თვითონ რომ ყველაფერი იცის. და თვითონ ყველაფერი იცის, რომ რაელის გამო, ამის გამო კაცობრიობას და როგორი მფარველია, როგორი მეოხია, როგორი ესე იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავისი დედობრივი გრძნობით განსაკუთრებულია ყველა ადამიანისთვის, მე ასე ვფიქრობ. ვინც ნამდვილად ვისაც ნამდვილად ჯერა და სწამს რომ ის მარტო კაცის დედა არ არის, ის არის ღმერთკაცის დედა, მისთვის განსაკუთრებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობაც, სწორედ იმის გამო, რაც მან გადაიტანა და რაც მან იხილა თავისი შვილის წამება. და სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ როგორი მოწყალია ღვთისმშობელი ყველასთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანება ეს სოდვა ჩავიდინეთ, თქვათ მის წინაშე, რომ ჯვარს ვაცვით ვისიძე, მაინც როგორი მოწყალებით არის ხოლმე ჩვენს მიმართ გამსჭვალული და ყოველთვის ისმენს ჩვენს თხოვნას და ვედრებას. ასე არის. მინდა გითხრათ, ასე არის, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისეთი სასწაულები გვაქვს ჩვენ გაცხადებული, მათ შორის ხატწერაში ესეთი გადმოცემული, აი გახსოვთ ერთი ხატი ესეთი არის, რომ მაცხოვარს ხელი აქვს წაღებული თითქოს პირზე უნდა ააფაროს, იმიტომ რომ ღვთისმშობელმა გააფრთხილა იქ რაღაცა ბერები ერთ-ერთ მონასტერში, რომ ასე ნოიქცევით. რაღაცა ესეთი სასწაულები იმდენი უკავშირდება და ისეთი სიყვარულის ისტორიაა ეს ყოველივე, ალბათ ცოტა სხვა თემაა და თუ ხატებზე მოგვიწევს საუბარი
სასწაულთმოქმედ ხატებზე და მათ ისტორიებზე ჩვენ შეგვიძლია ეს თემა მაშინ გავშალოთ, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებული მფარველია თითოეული ადამიანისა, მორწმუნისა თუ არა მორწმუნისა. ისევე როგორც მაცხოვარი ჯვარზე გაკრული, ხშირად ვამბობთ ჩვენ ამ გადაცემაშიც და ყოველთვის მიყვარს ამის გახსენება. პირველ სიტყვას ამბობს, რომ მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ, ეს არის ესე იგი იმ საღვთო რისხვის შეჩერება. რომელიც საღვთო რისხვაც შეიძლება მამისგან ყოფილიყო მოწევნული მთელ კაცობრიობაზე, იმიტომ რომ გამოგზავნა ძე იმისთვის რომ გადაგარჩინოს და შენ ამ ძეს მიალურსმავ ჯვარზე. ამიტომაც რისხვა მისი შეიძლებოდა ყოფილიყო დაუმცხრალი, რომ არა ეს სიტყვები, რომ არ იციან რას აკეთებენ და ამიტომ მიუტევე მათ, მიმართავს პირდაპირ მამას. ისევე როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებული კადნიერება აქვს თან, როგორც თავის ძესთან, რომ უთხრას და სთხოვოს და ამიტომაც განსაკუთრებულად არის შევედრებული ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სულები ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და პატრიარქიც ხშირად შეგვახსენებდა ხოლმე ამას, რომ ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებულად უნდა ვილოცოთ, როგორც მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებმა. დიდი მადლობა მამა კახაბერ, კითხვები ბევრი მაქვს, თუმცა ახლა ყურში მაცნობებენ, რომ ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა, მაგრამ შემდეგ გადაცემებში ისევ გავაგრძელოთ ჩვენ ამ ჩემ შეკითხვებზეც და ჩვენი მაყურებლის შეკითხვებზეც საუბარი. გისმენდით ახლა და დადებით ნოტაზე მინდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრია და ყოველთვის იყოს ჩვენი მფარველი დედა ღვთისმშობელი. ამინ, დიდი მადლობა. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.